გიორგი კირთაძეს თხოვ სტუდიაში კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერია გიორგი, მადლობა დიდი რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. არ ვიცი რამდენად სწორად მივდივარ გიორგი, მე ვფიქრობ რომ ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი გამოჩენა უცებ არენაზე მისი გამოყვანა უკავშირდება სწორედ 4 ოქტომბერს და ამ დაანონსებულ აქციას, რომლითაც ანონსდება ხელისუფლების მშვიდობიანი დამხობა. თქვენ როგორ ფიქრობთ? მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მადლობა მოწვევისთვის. ხო, შესაძლოა უკავშირდებოდეს ამასაც და უკავშირდება ასევე რაღაცა მის პირად სარგებელსა და მეტფულსაც, ხო? კარგად რომ გავიხსენოთ, არც დიდი ხანია გასული მას შემდეგ, რაც სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა სთხოვეს მას შეხვედრა, ხო? ის არ შეხვდა ელს, არ შეხვდა ტრამპის წარმომადგენლებს და რაღაცა მიზეზებად ამბობდა, რომ აგერ კობახიძეა და იმას ესაუბრეთ მერეშვაში ვარო. არადა ეს შეხვედრა საჭირო იყო ამ ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, სტაბილურობისთვის, მომავლისთვის და ამ ქვეყანაში მაცხოვრებელი ადამიანებისთვის, ხო? ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ითხოვდა მასთან შეხვედრას. და მან თქვა ვარი, მაგრამ რა მოხდა, როცა საქმე ეხება დიდ ფულს, ან განსაკუთრებით დიდ ფულს, რაღაცა წარმატებულ ბიზნესებს და ასე შემდეგ, ივანიშვილი ხო თავის კომფორტის ზონას რაღაცა არღვევს და გამოდის და ხვდება ამ ადამიანებს, ხო? ესეთი ამბავი გამახსენდა სხვა შორის ამ შეხვედრის პარალელურად, როცა პირველად ივანიშვილი წავიდა პრემიერობიდან, რა ვიცი, 1000 უბედურება ხდებოდა სამწუხაროდ ამ ქვეყანაში, მათ შორის თბილისის სტიქია ხდებოდა და ასე შემდეგ და ივანიშვილი არ გამოჩენილა საჯაროდ. თუ არ ვწდები, განცხადებაც კი ძალიან გვიან გაავრცელა. მაგრამ იქედან ცოტა ხანში, როცა მას დენდროლოგიური პარკის შექმნის იდეა მოუვიდა თავში და ხეები გადაქონდა და ჩვენ ბათუმში ქობულეთის სანაპიროზე მაშინ პროტესტი დავიწყეთ, პირადად მოვიდა მაშინ ჩვენთან და იმ ხის სანახავად, რომელიც მას დენდროლოგიურ პარკში უნდა წაეღო. ანუ კიდე ერთხელ რო კარგად პირადად იყო, მე ერთხელ მქონდა შესაძლებლობა ივანიშვილის ნახვის და ეს იყო ის შემთხვევა. ხო, თითქოს რაღაც საბუთები ყველაფერი წესრიგში გვაქვს, იქვე გაირკვა რომ არ იყო წესრიგში, მე წავიდა და მოკეთ როგორც გაგრძელდა ყველას კარგად ახსოვს ეხლა. წლების წინ მიმდინარე ამბები, მაგრამ ამ შემთხვევამ კიდე ერთხელ გამოაჩინა კარგად. არა იმ ხალხისთვის, ამ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობისთვის, ვინც ალბათ ისედაც ვიცოდით ვინ იყო და რას წარმოადგენდა ივანიშვილი, არამედ იმ ხალხისთვის, ვინც ალბათ მას უჭერს ჯერ კიდევ მხარს, კარგად გამოჩნდა, ვინ არის რეალურად ბიძინა ივანიშვილი, ადამიანი, რომელიც მხოლოდ მაშინ გამოჩნდება ხოლმე და დაგვენახება, როცა ეს მას ეხება და მხოლოდ ისეთ ნაბიჯებს დგამს, რომელიც მის პირად გამდიდრებაზე არის დამოკიდებული. მაგაშიც მოყვებით, რასაკვირველია, მაგრამ აი ამ დაანონსებული 4 ოქტომბრის წინ ივანიშვილის გამოჩენა გვერდით ასევე დავინახეთ იქვე, ხო, სადაც დავინახეთ ეს კადრები, უცებ აღმოცენებული ხელახლა გომელაური, ანუ ეს ჩემთვის რაღაცნაირად იმის მაჩვენებელი იყო, რომ 4 ოქტომბრის წინ და აი ამ ჩვენ რაც გავიარეთ ამ დარბევა დასისხლიანებების, რეპრესიების დაჭერების ფონზე მეტად თავდაღმართშია ეხლა ოცნება და 4 ოქტომბრის წინ ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მე ასე დავინახე, თუმცა მოყვებით ამ ლოგიკაში გეთანხმებით. ამაშიც საჭირო იყო რომ ყველას დაენახა მათ მომხრეებს რომ ბიძინა ისევ ბიძინა. კი. და მოყვებით ამ ლოგიკაშიც ბუნებრივია ეხლა როგორც არასდროს ალბათ ისე უჭირს რეჟიმს და ეს არის ფაქტი. ხშირად ვამბობთ ხოლმე ამ ბოლოს ჩვენ მათ შორის ეთერებში, რომ ძალიან გაავს ეს სიტუაცია, რა ვიცი, 21 წლის წინანდელ სიტუაციას მაგალითად აჭარაში, ზოგადად ივანიშვილი გაავს ასლანაბაშიძეს, როცა მართლაც ცვლილებების გემო იდგა თუ სუნი ყველგან ჰაერში და ყველა გრძნობდა, რომ რაღაცა ცვლილება უნდა მოხდარიყო, უბრალოდ ასლანმა 4-ში ააფეთქა ხიდი და 6 მაისს მოუწია 2004 წლის წასვლა, ეხლა არ ვიცი, ალბათ ეს როდის იქნება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ იქნება მალე, იმიტომ რომ გარდაულად ჩანს, რომ ცვლილებები ამ ქვეყანაში უკვე უნდა მოხდეს. ამას თითქოს შეგუებულიც არის, მათ შორის ის ხალხიც, ვინც, რა ვიცი, რეჟიმის მხარეს ამა თუ იმ ფორმით სხვადასხვა მიზეზის გამო ჯერ კიდე არის და ამ ხალხის გასამაგრებლად ივანიშვილის გამოჩენა შეეძლოა, რომ ეგეც იყოს. ხო, მე რაღაცნაირად გარდა იმისა, რაზეც თქვენ საუბრობთ, მისი პირადი სარგებელი დიდი ფული, ამაში მოყვებით სრულიად, ესეც დავინახე, რომ ანუ გამოვიდა ივანიშვილი იმ დროს, როცა ყველაზე დიდ კრიზისში არის ოცნება და ჩვენ ვხედავთ იქ განვითარებული პროცესები, ამას ცხადყოფს პირველ რიგში ამდენი ხანი ნებადართული მიშვებული კორუფცია და ეხლა უცებ ხედავთ, რომ თვითონ თავისივე გუნდის წევრების დაჭერა მიდის მიზანმიმართულად და სხვათა შორის მათგან გამოსულია ხოლმე ეს ინფორმაცია, მიზანმიმართულად გავრცელებული ინფორმაცია იქ ღარიბაშვილზე, სავარაუდო პასუხისმგებლობაზე, ლილუაშვილზე, სავარაუდო პასუხისმგებლობაზე. აი ამ ყველაფერზე როცა ფიქრობ ერთიან კონტექსტში, ხო,
ეს ყველაფერი უნდა უკავშირდებოდეს 4 ოქტომბერს. მე მინდა ვისაუბროთ დაანონსებულ 4 ოქტომბერზე. წეგან ირაკლი კუპრაძე მყავდა ეთერში და ისაუბრობდა არჩევნებზე. ასე მოხდა, რომ ბარიერ გადალახული 4 ოპოზიციური პარტიიდან, რომელმაც ერთობლივად დადო ეს შედეგი, 2 არ გადის და ბოიკოტშია, 2 პარტია იღებს გადაწყვეტილებას და გადის არჩევნებზე. დამანახეთ 4 ოქტომბერი და დაანონსებული მშვიდობიანი დამხობა. ხო, 4 ოქტომბერზე ალბათ ბევრად უფრო მეტად და კარგად ის ადამიანები ისაუბრებენ, ვინც ამის ორგანიზებას აკეთებს და ვინც არის პასუხისმგებელი და თუ ორგანიზატორი მოგეთ ამ ყველაფერს. მე ერთი რამ ვიცი ზუსტად. ბრძოლას ბოლომდე არა აქვს ალტერნატივა და ჩემთვის ძალიან ცხადი და გასაგებია, რომ რეჟიმის ჩამოშლა მხოლოდ ქუჩიდან მოხდება. ირაკლის ბოლო ნაწილს უსმინე სამწუხაროდ, რაც ავტომობილში მოვახერხე, მოსმინა სულად ვერ უსმინე ეთერს და სამწუხაროა განსაკუთრებით ის, რომ ირაკლი არის ახლა ამ პოზიციაში. ჩემი აზრით, ბევრად უფრო ეფექტური იქნებოდა ირაკლი დღეს ქუჩის საპროტესტო აქციებში და ბევრი ის ადამიანი, ვინც ახლა მასთან ერთად ამ ტყულში თუ ფარში თუ ეგრეთ წოდებულ არჩევნებში აპირებს მონაწილეობას, რაც ჩემი აზრით და ღრმად ვარ ამაში დარწმუნებული, ხელს უშლის მათ შორის ქუჩის მწვავე ორგანიზებულ მრავალფეროვან საპროტესტო აქციებს. არ უშლის იმდენად, რამდენადაც ამისი მოლოდინი შეაძლოა თავიდან იყო და არ უშლის იმიტომაც, რომ ეს პოლიტიკური პარტიების იქნებოდა სამოქალაქო სექტორის თუ უბრალოდ ხალხის ძალიან აქტიურობით ჩვენ მთელი ზაფხული ისე გავიარეთ, რომ პროტესტი არ შენელებულა, მეტიც გაუსაზღლის სიცხეებში თბილისში იქნებოდა ეს თუ ბათუმში მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქციები იმართებოდა და მოკლედ ქუჩაში ორგანიზებული ბრძოლა და შეტევა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ არ გაჩერებულა. ბევრად უფრო ეფექტური იქნებოდა ჩემი აზრით ეს ირაკლი კუპრაძეს და ლეოს და სხვა ადამიანებს სწორი გადაწყვეტილება რომ მიეღოთ და ტყულში მონაწილეობის ნაცვლად ეხლა ჩართულები იყვნენ კიდევ ერთხელ მეორე მრავალფეროვან ქუჩის საპროტესტო აქციებში, რომელიც ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ იმართება. რაც შეეხება თვითონ 4 ოქტომბერს, მანამდე დაანონსებულ უკვე 27 სექტემბრის აქციას, სადაც დარწმუნებული ვარ, რომ ასევე უამრავი ადამიანი იქნება, ფიქრობ, რომ არის უმნიშვნელოვანესი და ერთადერთი გზა ივანიშვილის უკვე მორყეული რეჟიმის ბოლომდე ჩამოშლისა. თქვენ როგორ ხედავთ? აი რა შეიძლება ბევრჯერ დამისვამს ეს კითხვა, ეხლა პირველად არ ვსვამ ამ კითხვას. რა შესაძლოა აღმოჩნდეს ის, რაც მიაღებინებს ივანიშვილს გადაწყვეტილებას დააკმაყოფილოს 2 მთავარი მოთხოვნა, რის გამოც საერთოდ დაიწყო ეს საპროტესტო აქციები, ხელახალი არჩევნების ჩატარება და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. აი, როგორ წარმოგიდგენიათ ქუჩის აქციებს ისინი უყურებენ, ტიტუშკებს გვიქცევენ, გვარბევენ, ადამიანებს იჭერენ, წარმოუდგენელ რეპრესიებს აწყობენ, მაგრამ ჯერჯერობით სიტყვასაც არ ძრავენ, რომ რაღაცის დამთმობები არიან, არც ფიქრობენ ამაზე. აი, რა შეიძლება აღმოჩნდეს მთავარი ფაქტორი? მე ვერ დაგეთანხმებით იმაში, რომ ისინი არ ფიქრობენ ამაზე და არად და კარგად გრძნობენ თავს ამ ნაწილს. არა, ეს არ მithქო. მე მგონია, რომ საბოლოო ჯამში მოგეთ თქვენ ყველაზე მთავარ კითხვას ვამთ ახლა რა არის, ხო, ის ბოლო, სადაც ივანიშვილი შემდეგ მიდის ამ დათმობაზე, თუ იძულებული არ ვიცი, წავიდეს და მერე სხვანაირად მოხდეს, მოგეთ აქ რაღაცა დემოკრატიული პროცესების მართვა. ჩემი აზრით ქუჩის ძლიერი ორგანიზებული პროტესტი არის გადამწყვეტად მნიშვნელოვანი ამისთვის. საბოლოო ჯამში ხელისუფლებების იქნება ეს თუ რეჟიმის შეცვლის, მანდამაც ბევრი ვარიანტი ხო არ არსებობს. სულ ალბათ 3 ვარიანტი არსებობს და 3-ვე გამოგვიცდია ჩვენ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ხო? ეს არის არჩევნების გზით და წავიდა მიხეილ სააკაშვილი, ეს არის მშვიდობიანი რევოლუცია, რომელიც მოხდა 2003 წელს და წავიდა ედუარდ შევარდნაძე და ის ყველაზე ცუდი სცენარი, რომელიცაც გადააყოლეს ვიადგამსახურდიას კანონიერი ხელისუფლება, რა თქმა უნდა, ამ ქვეყანაში არავის უნდა და ეს არის ძალიან დიდი ბედნიერება. რეალურად 2 გზა დაგვიტოვა ჩვენ ივანიშვილმა, მისი შეცვლის, უბრალოდ ერთი დაგვიტოვა, 2 არსებობდა, ეს იყო არჩევნები და ეს იყო ხალხის ქუჩაში რაღაცა გულწრფელი და მედგარი პროტესტი. არჩევნები ივანიშვილმა მართლა გააუქმა ამ ქვეყანაში, ახლა რამდენიც არ უნდა ვიძახოთ, რომ რაღაცებს გამოუგლეთ ჩაკდა და ამ შემდეგ ვიზამთ, ფაქტი არის, რომ არჩევნები გააუქმა. არჩევნები კიდევ უფრო მეტად გააუქმა, ვიდრე ეს იყო 2024 წლის 26 ოქტომბერს. 2024 წლის 26 ოქტომბრის შემდეგ აღარ ვამბობ იმ რეპრესიულ კანონმდებლობას, კიდე დამატებით რაც მიიღეს, ამის შემდეგ დაიჭირეს უამრავი ადამიანი, ათეულობით სინდის პატიმარი ყავს, პრაქტიკულად ყველა პოლიტიკური ლიდერი ციხეში ყავს ჩასმული და საერთოდ გაწყვიტეს ურთიერთობა ჩვენ დასავლელ პარტნიორებთან.
ადამიანებთან, რომელიც ერთგვარ შემაკავებელ ეფექტს ახდენდა, ხო, რაღაცა თლად გიჟობები როარ ჩაედინა ბიძინა ივანიშვილს. ანუ ბოლომდე წერტილი დასვა და თქვა, რომ ამ ქვეყანაში არჩევნებით რეჟიმი არ შეიცვლება. ამიტომ დარჩა ერთადერთი გზა, ქუჩის გზა. ქუჩის მრავალ-ათასიანი, თუ რა ვიცი, 10.000-იანი ბევრი ესე ვთქვათ, მედგარი საპროტესტო აქცია თან უწყვეტი და უწყვეტობას მინდა ასევე ხაზგაუსვა ძალიან მნიშვნელოვანია ეს რაც რუსთაველზე და საქართველოს სხვა ქალაქებში ეხახდება ეს არის სწორედ უწყვეტობა მაგრამ რაღაცა აქციები როცა ივანიშვილი ხვდება რომ მორჩა ეს ხალხი უკან აღარ წავა ეს ხალხი ბოლომდე იდგება იქ სადაც არის საჭირო და ბოლოს ივანიშვილი მართლა რამოდენიმე ადამიანთან ერთად რჩება მის დაქვემდებარებაში მყოფი რა ვიცი მოსამართლეები იქნება ეს პროკურორები თუ სხვა საჯარო მოხელეები ან ტოვებენ თანამდებობას და მიდიან ან უბრალოდ აღარ ასრულებენ უკანონო დავალებებს ეს მოხდება მაშინ კიდევ ერთხელ ვიმეორებ და მგონია რომ ამისკენ სწორად მივდივარ ჩვენ ახლა როცა ძალიან ბევრი ადამიანი ორგანიზებულად არ ვიცი ეს ერთ ადგილას კონკრეტულად თბილისში თუ საქართველოს სხვა ბევრ ქალაქში იქნება გამოსული და იქნება ბოლომდე ყველაფერზე წამსვლელი ბოლომდე წასვლაში მხოლოდ მშვიდობიან გზებს გულისხმობ ბუნებრივია არ უნდა დავიღალოთ და სახში არ უნდა წავიდეთ რა მიგვიყვანს აქამდე ხო აქამდე აუცილებლად მიგვიყვანს რწმენა ეხლა რეალურად ჩვენსა და რეჟიმს შორის მართლა ეგ ამბავი ხდება, ვისაც უფრო მეტი რწმენა აღმოაჩნდება გამარჯვების, საბოლოო ჯამში აუცილებლად ის გაიმარჯვებს. მე მგონია რომ აქ ბევრად წინ ვართ. ის რომ ჩვენი პოლიტიკური ლიდერები და ბანერზე ვიწყავდა თუ რა ვიცი, საარჩევნო პლაკატზე ყველა ადამიანი ციხეშია ჩვენი კოალიციიდან, ხო, ყველა და ელენე ხოშტარიაც დაიჭირეს. ის რომ სხვა პოლიტიკური პარტიის ლიდერები, მათ შორის ეხლა ბოლოს დაჭერილი ლევან ხაბეიშვილი, მურთაზი, რომელიც დროებით გამოუშვეს და ამ შემდეგ, ეგ ყველაფერი ხო მიანიშნებს იმაზე, რომ ამ ხალხს რწმენა იმისა, რომ გამარჯვება ახლოსაა, რა თქმა უნდა აქვთ. და ეს რწმენა არის გადამდები მე საზოგადოებაზე და პირველ რიგში ამ პოლიტიკურ პარტიებზე. აბა სხვაგვარად რატო წავიდოდა ეს ხალხი ციხეში და ციხეში წავიდნენ, ხო, ხშირ შემთხვევაში გირაუს არ გადახდის გამო, არ თანამშრომლობის და ბოლომდე ბრძოლის ნაწილში. ქვეყანა კი არ დაუტოვებია არც ერთ მათგანს. არამედ ჩათვალეს, რომ ეხა ამ არ თანამშრომლობას არ გარიგებას მოაქვს სწორედ შედეგი და ამიტომაც წავიდნენ ბოლომდე. ესე ბოლომდე უაწავიდეს საზოგადოებაც ამ საზოგადოების დიდი ნაწილი არის წინააღმდეგი. ბევრი ხალხი იქნება. მე მაქვს ასეთი დარწმუნებული ვარ. მე ვარ დარწმუნებული. გეუბნებით, მაქვს ასეთი მოლოდინი. თქვენ რა მოლოდინი გაქვთ? სხვა ჩვენს მართალი ხართ ეს უფრო ამ აქციის ორგანიზატორებთან არის ალბათ კითხვა, მაგრამ აი თქვენ როგორ ხედავთ, როგორც პოლიტიკოსი, როგორც კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც გადიხართ 4-ში. ანუ აი ამიტომ მკითხეთ, რა შეიძლება აღმოჩნდეს თქო ის მთავარი ფაქტორი, რის შემდეგაც ივანიშვილი მიდის სახში, მინიმუმ არ მიდის, მაგრამ ნიშნავს ახალ არჩევნებს, იმიტომ რომ ნახეთ დაუსრულებელი დარბევები, დასისხლიანებული ადამიანები, საწამებელი მანქანები, რეპრესიები და მაინც ჯერჯერობით ვერ მიიღო ეს გადაწყვეტილება, რომ კრიზისიდან ერთადერთი რაც გამოგვიყვანს არის რეალურად ხელახალი არჩევნები. აი, თქვენ როგორ ხედავთ, როგორც ამ აქციის მონაწილე, კარგით არა ორგანიზატორი? ჩემი აზრით ყოველდღიურ რეჟიმში სუსტდება ბიძინა ივანიშვილი და ბიძინა ივანიშვილი 2024 წლის 26 ოქტომბრიდან 26 ოქტომბერთან შედარებით დღეს ბევრად უფრო სუსტადაა და ყოველი დღე ჩემი აზრით არის მისი დასუსტებისკენ გადადგმული ნაბიჯი. რაღაცა ესე ვთქვათ რაღაც რესურსი მოკეთ ბიძინა ივანიშვილის ამ რაღაცა ოლიგარქიულ რეჟიმსაც გააჩნია, რომელიც ნელ-ნელა სუსტდება და იშლება. ის რომ რეპრესიების ამ მასშტაბზეა წასული, ჩემი აზრით, მათ შორის არის ამის მთავარი დამადასტურებელი ამბავი, რომ მის არსენალში არსებულ რაღაცა ყველა რესურსს იყენებს, ყველა იარაღს ისვრის. კი, ფუჭად უვარდება, ვერც ელენე შეაშინა, ვერც ლევანი, ვერც ნიკა, მიუხედავად იმისა, რომ ნიკას გატაცებაზე ფორმალური საბუთიც კი ამ დრომდე არ არსებობს, უკვე 4 თვე გადის. და კადრი არ არსებობს. ნიკა გადაცება მოხდა ისე რომ ერთი კადრი არ არსებობს კაცი მოიტაცა ის კადრები რაც მისი ავტომობილის ვიდეო რეგისტრატორებმა გადაიღო მოგლიჯეს და წაიღეს დალეწეს ყველაფერი და თავიც ხო პოლიტპატიმრებს ინდისის პატიმრებს და თავიც კი არ შეუწუხებიათ უბრალოდ იმ დღეს ვამბობდი რომ ისე მომენატრა თქო მელიასთან ინტერვიუ ეთერში მეთქი მოვიკითხავ ყველას მე დიდი იმედი მაქვს რომ ნიკაც და სხვა სტუმრებიც რომლებიც ასევე დარწმუნებული ვარ ძალიან გენატრებად მალე იქნებიან თქვენი სტუმრები და ეს მოხდება მაშინ როცა ჩამოიშლება რეჟიმი და აქ ვიდიოდი მოკეთ როგორ წარმოგვიდგენია საბოლოო ჯამში თქო როცა გვაქვს მაღალი რწმენა როცა ვართ ორგანიზებულნი
და როცა ბოლომდე ვდგავართ იქ, სადაც საჭიროა და დღეს საჭირო არის ქუჩაში დგომა. ეს არის სწორედ ის მომენტი, როცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ. რეჟიმი ვეღარ უძლებს წნეხს საზოგადოებისაგან, ვეღარ უძლებს წნეხს ამ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობისგან და ჩამოშლა, როცა ის სპეცრაზმენიც, რომელიც ღებულობს დავალებას დარბევაზე, ან უკვე ეშინია იმდენად ბევრნი ვართ და არ აკეთებს ამას, ან უბრალოდ ხდება, ხო, თუ დაარბევს, ბევრად უფრო ვარეს ამბავს მიიღებს მერე უკან. და ეს კიდევ ერთხელ მოხდება აუცილებლად, თუ ვიქნებით ბევრნი ორგანიზებული და ბოლომდე. სხვა გზას უბრალოდ ივანიშვილი არ ტოვებს. რატომ არის ეს ძლიერი რწმენა იმისა, რომ ესე ბოლომდე შეძლებს ქართული საზოგადოება წასვლას? იმიტომ რომ ჩვენ ჯერ კიდე გვაქვს შეაძლებლობის ფანჯარა, ძალიან დიდი შეაძლებლობის ფანჯარა ღია. ჩვენ ერთის მხრივ გვაქვს რაღაცა ივანიშვილი, რუსული ჭაობი და 1000 უბედურება ისევ შესაძლოა აწლეულები დაგვჭირდეს იქ დაუბრუნდეთ იქ სადაც დღეს ვართ და მეორეს მხრივ გვაქვს შეაძლებლობა, რომელიც არასდროს არ ქონია. მართლა გახდეთ ევროპის კავშირის სრულფასოვანი წევრები და გრძელვადიანი პერსპექტივით ვიცხოვროთ კეთილდღეობით და უსაფრთხოდ. როგორ შეიძლება ამ ორი არჩევანი ეხა ესე ხელშესახებად წინ გვედოს და არ ვიბრძოლოთ. ამიტომ ჯერა რომ და 4-ზე გეთანხმებით ამდენი ადამიანი ქუჩაში ბევრისგან მოგვისმენია, მათ შორის სასამართლო პროცესებზე სინდისის პატიმრებისგან, რომ როცა გვეკითხებიანო ვინ არის ამ აქციების ორგანიზატორი, ვამბობთ ირაკლი კობახიძეო, როცა გამოვიდა და გააკეთა განცხადება, რომ წყვეტდნენ ევროკავშირთან მოლაპარაკებას და ბოლო კითხვა მინდა გიორგი რომ დაგისვათ, აი ჩვენ ბოლო დღეებში, სულ ბოლო პერიოდში გვაცხოვრებენ ამ დაჭერებით, კორუფციული სკანდალები, ყველაფერი დაიწყო თორნიკე რიჟვაძის ამბით და მისი წერილით და შემდეგ თვითმკვლელობის მცდელობით. რამდენადაც თქვენ აჭარის ოპოზიციის ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერი ხართ, ხომ არ გაქვთ რაიმე დამატებითი ახალი ინფორმაცია თორნიკე რიჟვაძის მიმართულებით და რას მეტყოდით ფულის ჩატანა, რომელზეც იყო ინფორმაცია გავრცელებული, რომ მამამისი ყავდა სულს დაჭერილი და რაღაც ძალიან დიდი ფულის ჩატანას ითხოვდნენ მისგან, აი ამ მიმართულებით ხომ არ მიგიღიათ რაიმე ახალი ინფორმაცია? არაფერი დამატებითი ინფორმაცია ამ თემასთან დაკავშირებით არ მაქვს, გარდა იმისა, რომ თორნიკე როგორც თავისი ოჯახის წევრების ძირითადი ნაწილის პრაქტიკულად აღარ არის უკვე საქართველოში, როგორც ვიცით, მათ შორის მისი ოჯახიც აღარ არის და არის წასული. რაც შეეხება ვერსიას, ხო, რაც შეეხება ვერსიას თვითმკვლელობასთან დაკავშირებით, მე მაინც მგონია, რომ ეს არ იყო თვითმკვლელობა და თუ ეს მართლა ესე იყო, რატო არის ეს უკეთესი ივანიშვილისთვის არ ვიცი, იმიტომ რომ 36 წლის კაცი მიიყვანო თვითმკვლელობამდე, მაშინ უნდა წარმოვიდგინოთ რა მასშტაბის ზეწოლა ხორციელდებოდა და ვიზზე ემუქრებოდნენ მას. მე არ მგონია, რომ მამაზე მუქარის გამო თორნიკე რიჟვაძე თავს იკლავდა, თუმცა არსებობს ერთ-ერთი ვერსია, რომ საერთოდ მამას გადაეფარა, როცა ესროდნენ, ეს კიდევ უფრო რეალური ამბავი მგონია მე. სხვათა შორის, კავშირი თორნიკე რიჟვაძეს, რომელსაც თვითონვე დაუწერეს, ხო? ალბათ თუ დააწერინეს რა მნიშვნელობა აქვს ამას და აღიარებინის კორუფცია და ნარკოტიკები რა დონეზე მივიდნენ საბოლოო ჯამში, ხო? მათ ერთ-ერთ ლიდერთან მიმართებაში. და კორუფციის ნაწილში აჭარაში არც ცოტა ადამიანი საუბრობს, სხვა შორის იმას, რომ რიჟვაძესთან დაძაბულობა პირველი ბიძინა ივანიშვილს დაიწყო მაშინ, როცა არაბულ ინვესტიციებზე იყო საუბარი და რა ვიცი, როგორც ამბობენ, ყოველ შემთხვევაში დავით რიჟვაძე მისმა მამამ სადა აქ რაღაცა ქრთამის მოთხოვნა ერთ-ერთი ლოტის სანაცვლოდ და ეს ინვესტიციები, რომლებზეც კობახიძე და ივანიშვილი ბევრს გვესაუბრება, უნდა შეეხოს აჭარასაც, როგორც ამას ღიად ამბობენ ისინი. ამიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ არის გამორიცხული ამასთანაც რამე კავშირში ყოფილიყო რიჟვაძეების ოჯახი, მაგრამ აქ ერთი მთავარი ამბავი გამოჩნდა რა. რიჟვაძის შემთხვევაში და სხვა ბევრ შემთხვევაში, ხო, განსაკუთრებით თავდაცვის მინისტრის ამ ბოლო შემთხვევაში. იმას, რასაც ნოდარ მელაძე თქვენი ტელევიზია ბოლო ბევრი წლის განმავლობაში აჩვენებს. იმას, რაზეც საუბრობდით ყველა, ხო, პრაქტიკულად ოპოზიციაში თუ რა სამოქალაქო სექტორი და ასე შემდეგ. აღმოჩნდა, რომ ყველაფერი მართლა ბოლომდე მართალი ყოფილა. აქ კორუფცია მხოლოდ დაბალ დონეზე კი არ არის და კი მართლა ესეა, ვისაც ხელი მიუწვდება დღეს ყველა ცდილობს, რომ სადღაც ფული გააკეთოს. აქ მართლა არის კორუფცია უმაღლეს ეშელონებში, როცა იჭერ თავდაცვის მინისტრს, ამბობ, რომ დაიჭერ პრემიერ-მინისტრს და ამას პრაქტიკულად პირდაპირ ამბობს კობახიძეს და ასე შემდეგ, ნიშნავს, რომ სად ცხოვრობთ და რა საშინელ მდგომარეობაში ვართ ჩვენ ჯერ კიდე. ვინმე სხვა გონია, რომ მართლა კორუფციას ებრძვის ეხა ივანიშვილი და კობახიძე. ხო, ყველასთვის კარგად გასაგები ამბავია, რომ ებრძვიან იმ ადამიანებს, ვისგანაც რაღაც ან ფული აქვთ ეხა ამოსაღები, ან უბრალოდ აღარ სჭირდებათ. რეჟიმის შენარჩუნებისთვის ყველა ადამიანს დატოვებენ თანამდებობაზე, რა დონის კორუფციაში არ უნდა იყოს ის ჩართული. დიდი მადლობა, გიორგი. მადლობა თქვენ. ერთი და მიკონკრეტეთ ნახევარი წუთი მაქვს, ანუ თორნიკე რიჟვაძის მთელმა ოჯახმა დატოვა. ხო, მე როგორც ვიცი, მისი ოჯახის წევრები არ არიან ეხლა ბათუმში და იმყოფებიან მასთან ერთად და რა ვიცი, არც მაქვს ბოლოდინ იმისა, რომ ან თორნიკე ან რა ვიცი, დანარჩენებიც ალბათ უკან დაბრუნდებიან.
არიან, იმიტომ რომ გასაგებია ალბათ ეს ამბავი თორნიკე კერიჟბაძეს ასევე ძალიან გავრცელებული ამბავი იყო იმასთან დაკავშირებით, რომ საერთოდ არ უშვებდნენ საზღვრიდან ოჯახთან ერთად, მანამ სანამ მისი მკვლელობის თეულობა მოხდებოდა და ეხლა უკვე წასული ალბათ უკან აღარ დაბრუნდება და ესეც ალბათ დიდი მადლობა თქვენ. მადლობა თქვენ. მისთვის წარმატებას გისურვებთ.